გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ამ საწყალი ფესტივალიდან, სადაც კაცი შვილი არ არის და არ წყობილა. ერთთვიანი ფესტივალი იყო, ზუსტად ერთდღიანი ფესტივალი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ადამიანი, ვინც ესე მოატყუა ხალხი და ჩაყარა ძალიან ძიმე მდგომარეობაში, ყველა ვენდორი, ვისაც ხედავთ, აი დავშალეთ ჩვენ ბარი. აი ეს უკაცრიელი ადგილი არის აქ. დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ ადგილის ესე გამწვალებელი და გამფუჭებელი, რომელიც მესამე წელი აწვალებს აქაურობას, დაიშჩება სამაგალითოდ. იმიტომ რომ აი ესეთი ადგილი ღმერთმა მოგვცა, რომ ფესტივალი გავაკეთოთ და აი ამ დამპალი ფულიჭამია ტიპის ხელშია, რომელმაც ძალიან ბევრი ფული აიღო, ლარი არ დაუხარჯავს. ხედავთ ხო, უკაცრიელი არის აქაურობა. ახსნის დღიდან ესე იყო. უბრალოდ სოლომონზე ჩამოვიდა მაქსიმუმ 10,000 კაცი. და მეორე დღესვე წავიდა. და ეს ნარკოპოლიტიკის ამბავიც, უბრალოდ ვეღარ ვითმენ, მე ხვალ მოვდივარ თბილისში და მე უფრო კარგად დავწერ ყველაფერს. ვითომ არ იცოდნენ, რომ იყიდებოდა ტერიტორიაზე. პირველივე დღიდან ყველაფერი იყიდებოდა ტერიტორიაზე აბსოლუტურად. ეს გუშინ წინ დაიწყეს შევარდნები, ეს საწყალი გოგო რო გარდაიცვალა მაგიტო. ძირემი რო გადაბრუნდება, მე გზა გამოჩნდება, ეგ ამბავი მოუვიდათ. ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ რა ვქნა, ესე მოუვიდათ. აი ამ საწყალი გოგოს მერე დაიწყეს დაჭერები. ვითომ არ იცოდნენ, რომ ტერიტორიაზე რაღაცები იყიდებოდა. ძალიან სასაცილო მეცინება, აი ჯენფესტის ბოლო არის, მეგობრებო, და ჩვენ ვიქნებით ძალიან სუსტები, თუ აი მას შევარჩენთ სიგუას, რომელიც ევროპაში წაბრძანდა ფეხბურთის საყურებლად, იმიტომ რომ ფეხებზე კიდია ეს 100 ვენდორი, რომლებაც გავაკეთეთ აბსოლუტურად ჩვენ ავაშენეთ ყველაფერი. ლარი არაფერში არ დაუხარჯავს მას, საერთოდ აი ლარი ამ ტერიტორიაზე ლარი არ დაუხარჯავს, გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ფული აიღო და ქართულ მსმენელს გვაკადრა სტივაოკი და ასე შემდეგ ინგროსოები და ვიღაც მოგონილი დიჯეები ოღონდ და ქართული მსმენელი ტორც არ დაიგტყავს, გიორგი სიგუა, ეგ იცოდე კარგად. ასე რომ იცოდეთ რეალობა რაც არის. დიდი ხანი ვითმენდი, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ვენდორი ვარ, მე მუშაობ აქ. ჩემი კაფის სტაფისთვის ვითმენდი ამ ყველაფერს, ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა, რომ ჩავერთვებოდი ლაივით და ძალიან გავულანძღავდი მთელს ჯენფესტს, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია ამ ტერიტორიაზე. გარდა იმისა, რომ ბორდებით დარბოდნენ ძალიან საქმიანი სახეებით და საერთოდ არაფერს არ აკეთებდნენ. და ეს 100 ვენდორი ჩაგვყარა ძალიან სულ დღეში, რომელიც ხალხი ენდომას და ჩამოვიდა, ჩადო ინვესტიცია, ყველას ვალი აქვს, არავის არ უმუშავია საერთოდ. ასე რომ ახლა თქვენ გადაწყვეტეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ დამთავრდება ფესტივალი. პასუხი მოეთხოვება გიორგი სიგუას. მინიმუმ აუდიტი მაინც უნდა შევიდეს მის ოფისში და ითვალოს საწავიდა ამდენი მილიონები სახელმწიფო რესურსი. ხედავთ ხო, კაცშვილი არ არის. აი ესე ხდება გახსნის დღიდან. უბრალოდ პარასკევს და შაბათს იყო ხალხი ჩამოსული და ისევ წავიდა. აი ეს არის რეალობა. აი ეს არის სიგუას მოწყობილი ფესტივალი, მეგობრებო. აი ხედავთ ხო? უბრალოდ ყველაფერს აქვს საზღვარი რა. ძალიან აღელვებული ვარ ახლა და მაგიტო ჩავართ ლაივით, იმიტომ რომ პიკი არის უბრალოდ, აი პიკის პიკია. და მინდა რომ თქვენც იცოდეთ, რომ აი ესეთი ფულიჭამია ნაბიჭორები საქართველოში აღარ იყვნენ და განსაკუთრებით ელექტრონულ მუსიკასთან არც კი ჩაულია საერთოდ სიგუას და არც მის გუნდს, ესე ვფიქრობ, ლაინაპიდან გამომდინარე. და იმედი მაქვს, რომ აი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პასუხს აგებს რა. ყველაფერი არის ჩვენს ხელში და ხალხი ვართ ძალად, ასე რომ ძალიან გთხოვთ, ყველას ძალიან გთხოვთ, რომ არ შევარჩინოთ აი ამ ადგილის აი ესე გაფუჭება, აი არ ვიცი რა. ნამდვილად ნერვები აღარ ყოფნის უკვე. ისე ვარ. ერთი თვეა აქ ვარ და საერთოდ არაფერში ხელს შეწყობა არ ქონია არავის. ჩვეულებრივი მატყუარა და ნაძირალაა და მინდა რომ იცოდეს. ეგეთი ადამიანების რო წავიდა და არ შევარჩენ არაფერს. მე არ შევარჩენ არაფერს პირადად. აი ეს მთავრდება აქ, იწყება კარვების ქალაქი, რომელშიც ერთი კაციც კი არ არის. ასე რომ მეგობრებო, აი ეს 64 გადააქცია ჯოჯოხეთ.